თუ არა სამართლის პარტია. Თქვენი შეფასება იქნება საინტერესო თუ როგორ ჩაიარა არჩევნებმა დაფრის პროცედურებთან რაიმე პრეტენზიები. გამიკვირდებოდა რომ რომელიმე პარტიას თვითონ გამოსულიყო და ესა რომ უნდა წავაგრო ვერ ვიმუშაე რომ თუ არა მაქროს უდისია. ბუნებრივიც არის რა თქმა უნდა შენი წარმომადგენლობა უნდა დააბრალო სხვას ეს ჩვენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალიან ნათლად შემოგვიყვება რომ როდესაც მიზეზებს ეძებენ და ეძებენ იმას თუ რატო ვერ გააკეთეს საქმე, რატო ვერ გამოიღეს გადასახადი მიზეზს ეძებს და არა იმას ეძებს საშუალებას რომ გააკეთოს საქმე, გამოიღოს გადასახადი და არ იყოს პენსია, ხელფასი და ეს პრობლემები რომელიც გვაქვს ძიმე ქონი არ შექმნეს. მე მაინც ვიტყვი რომ არჩევნები შეიძლება ვთქვათ რომ ჩატარდა საქართველოში პირველად ჩვენი ამ ისტორიის განმავლობაში დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ჩვენ გვაქვს თვითმმართველობის ორგანოები შეიძლება ვიკამათოთ კანონზე, შეიძლება ვიკამათოთ დანიშვნის პროცედურაზე, არჩევის პროცედურაზე, ხმისდატვრის პროცედურაზე, მაგრამ პრინციპულად სამი წლის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ჩატარებული არჩევნები, რომ შესაძლებელი გახდა არჩეული თვითმმართველობის ორგანოები ეს. არჩევნები ჩატარებულია. ეხლა რაც შეეხება მე მიმაჩნია რომ დარღვევები როგორც ასეთი მოსალოდნელიც იყო და აბსოლუტურად სტატიკურ მდგომარეობაში ჩატარება არჩევნებზე გამორიცხულია ისეთი დაძაბულობა წინასაარჩევნო აგიტაციის დარიგების დროს და პლაკატების გაკეთების დროსაც ხდება შეხლა შემოხდა ამ ახალ არჩევნებებში. ამიტომ მე მიმაჩნია რომ რა თქმა უნდა ალბათ დარღვევები დაფიქსირებულია. მე ვიცი რომ პრინციპულად პოლიტიკური პარტიებისა რომ არავის არ აპატიებენ კანონის დარღვევას და დაიწყებენ შოული პროცედურები. საუბნო კომისია, საალკო კომისია, ცენტრალური საარჩევნო კომისია და შემდეგ სასამართლო თუ ვერ იპოვეს აქ სამართალი ამის მოთხოვნას, მაგრამ მე მგონია რომ ის ისეთი დარღვევები არ არის, რამაც არჩევნების შედეგებზე გაიმართება. არის თუ არა რაიონები საქართველოში, რაიონები თბილისში, სადაც მოქალაქეთა კავშირი აპირებს გააპროტესტოს შედეგი. ესეთი არის თუ არა? არის რამოდენიმე განცხადება არის შეტანილი. რამოდენიმე კონკრეტულად არ მახსოვს. რაიონებში შედარებით ცოტა მეტია. ძირითადად იყო მარტვილის ფაქტი და ამას გუშინ სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოყვა და გითხრათ რომ როდესაც არჩევნების წინა დღეს იკარგება 7 ბეჭედი და მათ შორის ესე იგი ორს პოულობენ გახსნილ მდგომარეობაში ბეჭედი უნდა გაიხსნას წინ არჩევნების დღეს 6 საათზე უბანში როცა იკარგება 2000 ბიულეტენი და შემდეგ ის პარტია რომელიც ამას იპარავს ალბათ ამას დაადგენენ მე აგრეგატებს ხელს მოქალაქეთა კავშირს ეს საინტერესო აღმოჩენა მაგრამ ჩვენთან მიეჩვენა რომ ყველაფერზე მოქალაქეთა კავშირს უნდა დააბრალოთ თუმცა რომ გამართლებული იყო შენი წარმატებელი ბიზნესიც კი მოქალაქეთა კავშირს უნდა დააბრალოს და ის რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას და ამიტომ ადამიანს ბიზნესში შეეძლება საბოლოოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ასე თუ ისე გამოაქვეყნა თბილისის მასშტაბით რეიტინგი პარტიების მოქალაქეთა კავშირს 30%. ორმაგი ინტერპრეტაცია მოყვა. ზოგი თვლის რომ მოქალაქეთა კავშირმა წარმატებას მიაღწია, ზოგი კი პირიქით რომ გარკვეულწილად დომინირების საშუალება დაკარგა იგივე საკრებულოში. არა, მე ასე არ ვიტყოდი, მე შემიძლია ერთი რამე გამგიცხოთ. შედეგი არის შთამბეჭდავი და ამას შეიძლება არ ამბობენ ოპოზიციური პარტიები თქვენთან საუბარში, მაგრამ თავის წრეში ამას ძალიან სამწუხაროდ აღნიშნა. იყო გაცხადებები ბევრი პოლიტიკური ლიდერის რომ მოქალაქეთა კავშირს გაუჭირდება 5%-იანი ბარიერის გადალახვა. აი, მიუხედავად იმისა, რომ ხო ფინანსთა მინისტრმა დატოვა განცხადება და წავიდა პროტესტის ნიშნად. ეს იყო წინასაარჩევნო მანევრი და ეს იმისთვის დაჭირდებოდა პარტიებს 5%-იანი ბარიერი გადაეღოს. ჩვენ ერთი რამე შეგვიძლია ვთქვა და დიდი მადლობა ვუთხრობ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენ ამორჩეულს და ერთი რამე დადასტურდა ამ არჩევნებით. მოქალაქეთა კავშირს ყავს სტაბილური ელექტორატი. ეს არის პარტიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ არის ის ელექტორატი, რომელიც დღეს ერთ პარტიას აძლევს ხმას და მეორე დღეს მეორე პარტიას. ჩვენ შევძელით ჩამოყალიბებია მიუხედავად ამ სოციალური მდგომარეობას და დიდი მადლობა ვუთხრობ ჩვენ ვინა ვუთხრობ ჩვენს მოსახლეობას. მიუხედავად ამ სოციალური ფონდისა, ამ რთული მდგომარეობისა, ამ ლანძღავებისა, ისინი მოვიდნენ პირველ რიგში არჩევნებზე, მიუხედავად იმისა, ის მიცეს ხმა და ჩვენ ამორჩეულს რომელიც ჩვენ გვენდო და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალს მიცა ხმა, იმიტომ რომ დღევანდელი დღეები ძალიან რთულია, ასე ვთქვათ, გარდა იმისა, რაც აქვს რეფორმების დაწყება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და რაც გარღვევა და
ორიენტირის ჩვენებას ვარ ჩვენ. აი გავიხსენოთ 95 წელს რომელი ბედავდა და ამბობდა რომ ჩვენ ვართ დასავლური ორიენტაციის პარტია, რომ ჩვენ ვართ ჩვენი მომავალი არის ევროპაში და ამას ამბობდა ასე ჟიად და ინტეგრირებაზე მედიოდა, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავდა რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილმეზობლური ურთიერთობებში ჩვენს მეზობლებს. ჩვენი პოლიტიკა საგარეო უნდა იყოს მეგობრობის ძებნის პოლიტიკა და არა მეგობრობის განზრახების პოლიტიკა. მაგრამ გარკვეულ პრინციპებს, როცა საერთაშორისო ტერორისტი არ გამოხსენდა წინა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში 4-ჯერ, 5-ჯერ გამოდის ტელევიზიით და თან აგიტაცია პროპაგანდას უკეთებს ერთ-ერთი პარტიის ლიდერს, ეს საინტერესო აღმოჩენა ასაც. ბევრისთვის სიურპრიზი გახდა ლეიბორისტთა ასეთი გამარჯვება. თქვენი შეფასება რა იყო ამის ხელშემწყობი ფაქტორი? ასე წარმატებას არ ვფიქრობდით, მაგრამ რეალურად მესამე-მეოთხე პოზიციებზე ლეიბორისტები საკმაოდ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გამოჩნდნენ. ცოტა უფრო ადრე გამოჩნდნენ სხვა რეგიონებში, სადაც მათ მიაღწევს გარკვეულ წარმატებას. ისეთ ჩვენ ყავს ჩვენი სტაბილური ელექტორატი. ის ელექტორატი, რომელზეც უნდა ემუშავა ოპოზიციას, აქედან ყოფილიყო ხანთა განმანათლებლები. უფრო სხვა პარტიები დაკავებულიყვნენ მოქალაქეთა კავშირთან ბრძოლაში, მაგრამ ალბათ აი ამ ელექტორატზე უკეთესად იბრძოლა ამ პარტიამ მისმა ლიდერმა იმ პროპაგანდამ, რაც აწარმოებდა. ანუ ყველაზე მეტი ბულანძი და ყველაზე ძვირადღირად წაიყვანა კამპანიას. ნახოთ გავაანალიზოთ. მე სიმართლე გითხრათ ძალიან რთულად ვაკვირდებოდი ამ კამპანიას. როცა ადამიანს ხელში უჭირავს ჩვენი ბუკლეტი და ამბობს რამდენი წიგნი დაიბეჭდებოდა და რამდენი რამე გაკეთდებოდა, როცა მორალს მივიკითხავს, თავის თავს წაიკითხოს და თავის სამში შეხედოს რემონტირებული არის. საერთოდ კიდევ ასეთი კითხვა ახლა იგივე პლაკატები სხვათა შორის ძალიან ბევრია საუბარი და ამას ჩვენ ტექნიკური ნიუანსია, მაგრამ პირველი ჩვენ გამოვაქვთ რამდენი დაგვიჯდა საარჩევნო კამპანია. მე ვთვლი რომ ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა პარტიისთვის და გასული უნდა იყოს. საიდან ფინანსდებოდა ეს პარტია? საიდან მოდიოდა? კი შეიძლება მოქალაქეთა კავშირი იყოს სახელმწიფო პარტია. მაგრამ ჩვენ ვერ ავედით ჩვენი ოპოზიციონერების პლაკატებს, ბუკლეტებს, საარჩევნო სააგიტაციო მასალას ტელეკომპანიებში რეკლამა, როცა ჩვენ დავითვალეთ, ეს წარმოუდგენლად გვეჩვენა და არა ერთ-ერთ ახსე, რომელზეც სხვათა შორის საშინლად დაარღვია საარჩევნო კამპანია. იმავე დღეს, საარჩევნების დღეს, ამას ჩვენ ისე არ დავტოვეთ, მინდა გითხრათ. ჩვენ ვაფასებთ ამ მასმედიის დამოუკიდებლობას, ჩვენ ბევრი რამე გავაკეთეთ მოქალაქეთა კავშირის მიზნმა, რომ ეს ყოფილიყო ამ დონეზე ასული, მაგრამ როცა ამას იყენებენ ანტისახელმწიფოებრივად კანონის დარღვევით, ამას მიგონი პატიება არ შეიძლება. და ის დრო თითოეული წუთი, რომელიც რამოდენიმე ასეულ დოლარს შეადგენდა, როგორ იყენებდა სხვა პარტიები, რომელიც ჩვენ გვასწავლიან და მოვას ვიკითხავენ საიდან არის დადგენილი. იყო, მე ვფიქრობ, ეს ცალკე თემა არის და ძალიან გასაკვირია. ჩვენ მინდა ვიმეორო და იგივე ლეიბორისტებს ყველა პარტიას მინდა თავის პლაკატები დაითვალოს, კარგად ნახოს რამდენი შეკვეთები ჰქონდა და წიგნები და ჟურნალები იქიდან გამოუშვეს. რამდენიც უნდა და როგორც უნდა. ალბათ წინ უნდა იყოს სურათები ლიდერების. ბევრი ახლა ბჭობს, როდესაც აი პროცენტებს ითვლის, რომ თქვათ იგივე ქალაქის საბჭოში, რამოდენიმე თქვათ იგივე ლეიბორისტებმა, სოციალისტებმა რომ შექმნა ბლოკი, ისინი დომინირებას დაიწყებენ ამ საკრებულოში. თქვენ როგორ თვლით, აი ამ პარტიებს შორის თქვენთან ყველაზე პოტენციური მოკავშირეს ვის შეხედათ? ვინ იქნება ეს? ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვისაც უნდა ყველაზე დიდი პოლიტიკა არის ადმინისტრაციული პოლიტიკა. ცოტა ჩვენთან ეს წავიდა რომ ჯერ პარლამენტის შემდეგ პარლამენტში ცოტა სხვა პოლიტიკური მდგომარეობა, სხვა შეფასებები არის მისაწევი, მაგრამ რეალური კონკრეტული საქმე კეთდება ადგილზე. კეთებაში სოფელში, შენ ქალაქში, შენ რაიონში. ყველაზე დიდი პოლიტიკა ეს პოლიტიკა. ადამიანი მოდიხარ პოლიტიკაში, სწორედ იმიტომ მოდიხარ კონკრეტული საქმეები არის. და ყველა დანარჩენი საკრებულო იქნება პარლამენტი თუ აღმოსავლური ხელისუფლება ბერკეტად გამოიყენო კაი საქმეების კეთებაში და არა პირადი ბიზნესის დობირებაში, ვიღაცის განზოგიერებაში, დაჩის აღებაში წნეთი იქნება თუ სხვა თუ მანქანაში ფარდებიან ერთ მანქანაში თუ უცხოურ მანქანაში აშენ. სამწუხაროდ ეს ცოტა დეგრადირებულია, ალბათ ჩვენს დაბალმა პოლიტიკურმა კულტურამ ამას ხელი შეუწყო იმ ხალხმა, ვინც ხელისუფლებას ძირითადად ხედავს პერსონალურ ავტომანქანაში და სწორედ აი ამ გადანაწილებაში კეთილდღეობის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აი აქაც ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები მოხდება სწორედ აი ამ მიმართულებით.
იცით, შეიძლება ეს პარტიებს აერთიანებთ, მათი პროპაგანდა იყოს აგებული მოქალაქეთა კავშირის წინააღმდეგ, მაგრამ მე ძალიან მიწეს და ძალიან რთულად გამოვიდნენ, რომ ისინი გაერთიანდნენ. თუნდაც აგრარულ დონეზე მოქალაქეთა კავშირი. იმდენად რთული არის და მე ვიცი ახლა სისტემა, რომ თუ გაერთიანდნენ, ჩვენ მათ გვერდზე დავუდგებით, მაგრამ ის ძალები, რომელიც მოინდომებენ ჩვენთან თანამშრომლობას, ჩვენ მზად ვართ. რომ გაგრძელდეს ის პროცესები, რასაც ქვია ქვეყანას დემოკრატიზაცია, აღშენებობა, თუნდაც თბილისის კეთილმოწყობა, თუნდაც ვარკეთილის თუ გლდანის თუ მესამე მასივის კეთილმოწყობა. ნებისმიერ პარტიასთან პოლიტიკური შეთანხმებიდან დაწყებული და ფიზიკური მუშაობით დაწყებული მზადია. მაინც ზოგიერთი პარტიის ლიდერმა ვთქვათ იგივე ვარწდები სახალხომ დაგასახლა თქვენ და ეროვნულ დემოკრატიული პარტია როგორც უკვე ჩამოყალიბებული მოკავშირეები რამდენად სახალხოს ალბათ უნდა გაიხსენებინა რამდენიმე შეთანხმებაზე წავედით ჩვენ ერთად საპარლამენტო არჩევნების დროს მათ ეს ეცოცხლეთ სიმართლით მე არ მისმის რა ადამიანთან თუ მეგობრობდა თანამშრომლობ თუ არ უნდა გეშინოდეს აქ ქუჩაში გავიდა და სხვა როის ჩემი მეგობრია თუ გეშინია და თან გინდა თქვა რომ აი მოდი ვითანამშრომლოთ და რაღაცები გადავინაწილოთ მაგრამ არა ეს შეიძლება პოზიცია მე სამის არც ადამიანობაში მეცვის არც ცხოვრებაში მეცვის და არც პოლიტიკაში გავიდე ამას არ არის და ალბათ ამაზე პროპაგანდისტვის არის ეს ყველაფერი განკუთვნილი მეკავშირეებს ჩვენ ყველგან ვიძებთ სადაც ამის საშუალება არის და იგივე რაც მე დავასახელე თანამშრომლობა სახალხოსთან საპარლამენტო დააწყვეტილებით დროს ესეც თანამშრომლობა ასე თანამშრომლობაზე ჩვენ წავართ ეროვნულ დემოკრატიულ პარტიასთან მე და მიგაშენებთ სერიოზულ დარჩენის პარტია მიუხედავად ამ შედეგებისა და მიუხედავად იმ განცხადებისა რაც ორი განმავლობაში გავაკეთე ირინა ავსერებს შენს მიერ ტრანსპორტის ახალგაზრდული მონდის მიერ ეს არ ამგონი მოგებიანი იყოს კითხვა დარბაზიდან რადიო BBC მიხეილ ეხლა ამ არჩევნებმა ასე თუ ისე ეხლა ციფრები იქნება თუ რაც იქნება დაადასტურა რომ ნდობა ხელისუფლების მიმართ პერგულობს და პერგულობს გავა კიდე რამდენიმე თვე იქნება საპარლამენტო არჩევნები და თუ ისეთივე სიტუაცია იქნება საქართველოში როგორც ეხლა მე ესე მგონია რომ მოქალაქეთა კავშირი ვერ გაიმართებს არჩევნებში ასე ეგონათ ბევრს ვთქვი ანუ იქნება თუ არა ეს ის რაც მოხდა ამ არჩევნებში ბიძგი იმისთვის რომ ბოლოს და ბოლოს ეს რეფორმები დაჩქარდეს იმიტომ რომ ეხლა გასაგები გახდა რომ მარტო ალიევი და დემირელი ამ საქმეს ვერ უშვილ და დაჩქარდეს ეს რეფორმები და სულ ცოტა დრო დარჩა აი რამდენიმე თვე თუ მაქსიმუმ 1 წელიწადი აი ეს თუ იქნება ეხლა ის რაც ეხლა მოხდა 30%-ია თუ რაც არის 50 მაინც არ არის ფაქტი ეს თუ დააჩქარებს ამ რეფორმების პროცესს რომელიც დაიწყო თუ არ დაიწყო ჯერ რომ კაცმა არის წესი რა იქ რა ხდება და როგორ ეს რეალური საშიშროება რომ ესე თუ გაგრძელდა ხელისუფლება შეიცვალა ან შეიძლება შეიცვალა აი ამ საშიშროების რაღაცა შეიცვლება აი ჩვენ სახელმწიფო სტრუქტურებში დაჩქარდება ეს პროცესი თუ არა თუ როგორც იყო ისე იქნება იმედით რომ იმ არჩევნებში ყველაფერი ისე იქნება როგორც ეს კლიპშია ყველაფერი კარგად ესე იგი ევრომაში ვერ დაგეთანხმებით ჯერ ერთი წინა საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა კავშირმა აიღო თბილისში 23%. ელექტორატი მე ვთქვი რომ ჩვენ არ დაგვიკარგეთ. დაბალი აქტივობა ეს მოსალოდნელიც იმ კამპანიის ფონზე რაც მიმდინარეობდა მოვიდა ის ამორჩეველი რომელიც რეალურად იყო ამორჩეველი. და რომელსაც არ იცოდა დარწმუნებული მიდიოდა არჩევნების გასაკეთებლად და საერთოდ ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ საკმაოდ რთული მაჩვენებელია. რაც შეეხება დემირელი და ალიევი და სხვა პოლიტიკური ლიდერები და მე ვთქვი რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს მეგობრების ძიების პოლიტიკა და თუ რამეში დემირელი და ალიევი და ისინი დაგვეხმარება ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. კონკრეტული საქმეების კეთების პოლიტიკა უნდა გახდეს ბიძგი აი ამ მიეცეს ბიძგი ამ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ. თუ ამას სხვა პარტიები შეძლებენ ღმერთმა ხელი მოუმართოს ეს ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება აი ამ ხრის განმავლობაში. მაგრამ მე მიმაჩნია რომ ადგილობრივმა არჩევნებმა და ფონმა პოლიტიკურმა ფონმა რომელიც არის დღეს საქართველოში და დაბალმა პოლიტიკურმა კულტურამ განაპირობა ეს ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკოსებისა. ჩვენ თვითონ ვიჭრიდით იმ ტოტს, როდესაც ესე იგი პოლიტიკოსები ვიჭრიდით. როდესაც ვერთვებოდით კამათებში, ლანძღვაგინებაში და ჩვენ ხშირად გვიტყვია ჩვენ სტრესში, ჩვენს მეგობრებში მოქალაქეთა კავშირში, ყავს ხელოვნებაში, რომ მოდით რა იმის მაგერად ვიღაცას პასუხი გავცეთ
4 მილიონი იქნება თუ რაღაც საქმე კონკრეტული, მოდით გავაკეთოთ ერთი რაღაც პატარა კონკრეტული საქმე. პატარა კონკრეტული საქმე და ეს უფრო რეალური იქნება, ვიდრე ამომრჩევლისთვის, ვიდრე პასუხის გაცემა და ის რომ შენ არ ახარ და თავის მართლება და ასე შემდეგ. ბევრი პროცესია გადასალახავი და ამისთვის არჩევნების შედეგები არ არის აუცილებელი, მინდა გითხრათ, პირიქით, ეს მე მეშინია რომ თვითდამშვიდობის საშუალება არ მიეცეს, იმიტომ რომ არ ვიცი ხო ალბათ განცხადებებია საკმაოდ ოპტიმისტური სხვა პარტიების მიერ. ეს ასე არ არის. რეალურად ისინი ელოდნენ რომ მოქალაქეთა კავშირი გამანადგურებელ დამარცხებას მოიპოვებდა ამ არჩევნების შემდეგ. საიდან ქონდათ უკაცრავად გაწყვეტილებთ მათ აი მაგის საფუძველი რო ელოდნენ? არ ვიცი. საფუძველი ალბათ იცოდნენ განწყობა. ყველა თავის შეეძლო. მაგრამ პრობლემები ქვეყანაში არის. თუ ქვეყანაში არ დავძლიეთ რთული ეკონომიკური მდგომარეობა. თუ ქვეყანაში არ დავძლიეთ ის პროცესები, რასაც ქვია ბიუროკრატიული მექანიზმების მოსპობა და თუ არ დავძლიეთ ეს კორუფციის პრობლემა, საუბარი საქართველოს სერიოზულ მომავალზე წარმოუდგენელია და ძალიან ბუნდოვანია. ვინ უნდა გააკეთოს ეს? რა თქმა უნდა, ეს ამის გამკეთებელი უნდა იყოს ისევ ჩვენ. და უფრო მეტი მომთხოვნელობა უნდა იყოს რეფორმებისადმი, მაგრამ ამავდროულად ნაბიჯები თანმიმდევრული. ყოველი არათანმიმდევრული ნაბიჯი შეიძლება უფრო მეტი პოულკობ რეაქცია გამოიწვიოს, ვიდრე თქვათ გამოიწვიოს რაღაც ნელი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ძალიან სერიოზული რეფორმა, ძალიან სერიოზული შევცირება სახელმწიფო ხარჯების, ძალიან სერიოზული. აი დღეს ვსაუბრობთ ჩვენთან ისევ რა თქმა უნდა კონკრეტული გადაწყვეტილებებით არა, მაგრამ ფრაქციის თავმჯდომარესთან და რამოდენიმე ჩვენ მეგობარი ვიყავით შეკრებილები და საუბრობდით, რომ ეს ბიუჯეტი უნდა იყოს რეალურად მაჩვენებელი 99 წლის, რომ ხელისუფლების სახელმწიფო ხარჯები მინიმალურად უნდა დავიდეს. ეს ყველაფერი უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტებში. ძალიან ნაცვლად უნდა ჩანდეს ის პრიორიტეტები, რაც გაჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტს და შემოსავლებს ეხება და რა თქმა უნდა, ისეთ რეზერვების ამუშავება ბოლომდე, რეზერვების ამუშავება, რომელიც არსებობს ამავდროულად საგადასახადო საბაჟო მიმართულებით და კორუფციასთან ბრძოლა, ტოტალური ბრძოლა კორუფციასთან, მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძლიერი სასამართლო ხელისუფლება. ამისთვის აუცილებელია ძლიერი ხელისუფლება ადგილებზე. აი კანონი მიღებულია 400 კანონი, არ კანონობს კანონი. ამის შემსრულებელი ვერ იქნება, რაც არ უნდა მოინდომოს მოქალაქეთა კავშირის 130 დეპუტატი. ყველა უკანონობას, ყველა ქუჩის დარღვევას, თუ პოლიციის მიმართ დარღვევას, თუ ბიუჯეტის ვერ ჟანდარმის როლს არ შეასრულებს. ეს ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად სახელმწიფო ინსტიტუტების დონეზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევანი ჩვენთვის არის სტიმული. იმისა, რომ კურსი სწორია და იცით ჩვენ გადავიანგარიშეთ სხვათა შორის და საქართველოს მასშტაბით ეს საინტერესო ციკლია. მხოლოდ 4 პარტიამ შეძლო 5%-იანი ბარიერის გადაღება. ეს ვართ ჩვენ უფრო მაღალი მაჩვენებელი გვაქვს ჩვენს ვიდრე საპარლამენტო არჩევნებში. ეს არის ლეიბორისტული პარტია, ეს არის აღორძინების კავშირი, ეს არის ლეიბორისტული პარტია და მეოთხე პარტია სოციალისტური პარტია არის 5%-იანი. მე მიმაჩნია კანონთან დაკავშირებით, მე ყოველთვის ვქონდა თვითთან დაკავშირებით ჩემი შეხედულება, იმაში რომ ბარიერი უნდა ყოფილიყო 7%-იანი, მაგრამ ფრაქციის ხმაზე ვერ გავიტანე უცირესობაში. აი ამ რეფორმებისთვის დარჩათ, რომ აი ეს რამდენიმე წელი. იმიტომ რომ ესე თუ დარჩა ყველაფერი, თუ ლარი მოკვდა, თუ აფხაზეთის საკითხი ასე თუ ისე ერთი რაიონის დონეზე მაინც არ გადადა, რაღაცა თუ არ დაინახა ხალხმა, იმ არჩევნებში ალბათ კიდევ უარესი შედეგები. აი თქვენ გახსენდა 10 თვე. ეს თქვენი შეკითხვა არა, მხარდაჭერა არის, დიდი მადლობა, გავაკეთებთ აუცილებლად. ეს სახელმწიფო ხარჯები თქო რომ აღნიშნეთ, ითვალისწინებს თუ არა შტატების შემცირება სახელმწიფო არა მარტო შტატების, სახელმწიფო სტრუქტურების, ზუსტად არ დაკონკრეტებით, იმათ თქვენით იმას ასწრებინდა რომ განსხვავდება. და რამდენი დაიხარჯეთ თქვენს წინა საარჩევნო? გამოვაქვეყნებთ ყველაფერს. მაგრამ დაველოდებით მაგას ვერ გააკონტროლებს. არა, ეს გაკონტროლება ძალიან ადვილია. როგორც არ გვაკონტროლებენ, ესე იგი 13 პარტია გვაკონტროლებს, ისე გაკონტროლებენია. ჩვენ დასამალი ამ მიმართულებით არაფერი არ. სხვადასხვა ციფრის ჩვენი სახელმწიფო შემოსავლები სხვა შორის ეს თქვენ პირველ თებერვალს ამაში დარწმუნდებით. ჩვენ გვაქვს ლეგალური შემოსავლები. ჩვენ ამას არ ვმალავთ და ბევრს მალავთ. იმიტომ რომ რაც ჩვენ ვიღებთ დაფინანსებას, ამის გამავლის ინტერესი ჩვენთან არ არსებობს. მე უბრალოდ არ მესმის იმ პარტიების, რომელიც საიდან იღებთ დაფინანსებას? ჩვენი მეგობრებისაგან და ბიუჯეტიდან. ძალიან ზოგადი. რატო არის ზოგადი? ეს გამოქვეყნდება და ყველა გვარებს და სახელებს ნახავთ, საიდან მივიღებთ, მაგრამ ამავე დროს ძალიან ვთხოვთ, იყავით მომთხოვნი სხვების მიმართ. არა, ყველას მიმართ იყავით მომთხოვნი და პლაკატებში მე მინდა გითხრათ რა, 4 პარტიას ვერ დავეციეთ იმდენი პლაკატი და ბუფეტი უნდა დავიხსნათ იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ.
ერთი ციფრი თუ შეგიძლიათ კონკრეტულად დაასახელოთ, ეს სარეკლამო აბრები, რომელიც გქონდათ გამოყული, ფაღირს ადგილი ერთი აბრის ეს გამოქვეყნება ჩვენს ნუსხაში და სხვა ჩვენ მოგვაწოდეთ ოპერატიულად. ერთი დღე ასეთი აბრისგან. ეს გამოქვეყნება ჩვენს არასდროს გასვეთ სარეკლამო აბრებს გამოქვეყნება, პლაკატის გამოქვეყნება, სატელევიზიო რეკლამას გამოქვეყნება და ჩვენ შევიდეთ ნახოთ ჩვენი ყველა სატელევიზიო რეკლამა იყო კონტრაქტით გაფორმებული და ყველა ხელშეკრულება დებს. მაგრამ როცა ჩვენ მოვითხოვეთ რომ გვენახა სხვა პარტიის ხელშეკრულება ამა თუ იმ ტელეკომპანიასთან, მივიღეთ პასუხი რომ ეს საარჩევნებთან დაკავშირებული გამოსვლა არის, თუმცა იქ ლანძღვა მეტი არაფერი არ აქვს. ბანერი თქვენ გაინტერესებთ ბილბორდი, ხო? კონკრეტულად გამოაქვეყნებთ და აუცილებლად მივაქცევთ. ეს ვერ მოგცემთ მაგაზე ინფორმაციას. ეს უბრალოდ, ვიცით, ყველაფერს აქვს თავისი პროცედურა. ეხლა მიმდინარეობს ყველაფერს დავთვალ და ამის პრობლემა არ არსებობს. მე ისევ გეუბნებით, ეს ლეგალურია. მე ამას ვერ დავმალავდი, იმიტომ რომ ჩემი ბანერიც გამოჩნდება, ჩემი ბილბორდის გამოჩნდება და აი განათებული ყუთი რო არის ისიც გამოჩნდება. დათვლილი აქვს უკვე და ჩაწერილი აქვს რამდენი სადაა. მე რომ ძალიან მინდოდეს რომ დაგავისყოთ, ვერ დაგავისყოთ. ამიტომ ეს ჩვენ წინასწარ ვიცით რა დაგვიჯდა და როგორ უნდა წარვაგინოთ დეკლარაციაში. ბატონიშა ესე ჭკუასელის მინდა დაუბრუნდე რომ ძალაუნებურად რაღაცნაირად მიბმული არჩევნების შედეგებზე ჭკუასელისგან ამიტომ წინა დღეებში მოიხსნა თუ გადადგა ბატონიშა. აი იქონია თუ არა რაიმე ზეგავლენა შედეგებზე და მაინც თქვენი კომენტარი გქონდა. ბოლო ორი დღე აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში, ეს იქონია შედეგებზე. ჩვენთან ერთად იყო მიშა. მე მიმაჩნია რომ მიშა ჭკუასელის გადადგომა ესეც გარკვეულწილად პოლიტიკის, ქართული პოლიტიკისთვის, ახალი პოლიტიკისთვის და ჩვენ ვცდილობთ რომ დავაფიქსიროთ, საკმაოდ სერიოზული ნაბიჯი იყო. მიშამ განაცხადა რომ იმ სიტუაციაში როგორც ახლა არის, ის არ იცის პასუხისმგებლობას იმ შექმნილ სიტუაციამ მხედველობაში და ის ვალდებულია გადადგას სახელმწიფო ინტერესებიდან და პატრიოტული ინტერესებიდან გამომდინარე ეს ნაბიჯი ის გარღვევა რაც არის საბიუჯეტო სფეროში, თუმცა მიმაჩნია რომ აქ მთელი პრობლემის გადაწყვეტას და გადატეხა მიშა ჭკუასელზე არ იქნება სტუმარი. ქვეყანაში არის რთული ეკონომიკური მდგომარეობა, ქვეყანაში წარმოდგენილი იყო პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი გარღვევის დოქტრინა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ, შეგნებით თუ შეუგნებლად დაიბლოკა ძირითადად მას არ მიეცა განვითარების საშუალება. მას არ მიეცა განვითარების საშუალება, რომ ამაზე სერიოზულად ყოფილიყო მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კულუარულმა რაღაც პროცესებმა ეს ყველაფერი უკანა პლანზე გადაიტანა. და შემდეგ დაიწყეს საუბარი არა დოქტრინაზე, როგორც ასეთზე, არამედ თუ როგორ იწერებოდა, რატო არ დაუძახეს ამა თუ იმ ადამიანს. მე მიმაჩნია რომ მიშა და მე ვიცი რომ მიშას გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა ის დაბრუნდა პირველად ვაშინგტონიდან, რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაღაც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მან ეს ცოტა გადადო და მიმაჩნია რომ ეს გარკვეულწილად ბევრად უფრო ვაჟკაცურია ვიდრე ვიღაცის მხილე. მიშა ჭკუასელი პოლიტიკურ გუნდში რჩება, ჩვენი გუნდის წევრი იქნება და ის გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. დღეს ბევრი ოპოზიციონერია, ყოფილი მინისტრი და დღეს გვასწავლის როგორ უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა თუ ჩავხედავთ რას აკეთებდნენ ისინი თავის დროს მინისტრები, დეპარტამენტის ხელმძღვანელები, რა ბიუჯეტი ჰქონდათ, რა აულადიდებას ანაწილებდნენ, ცოტა რთული შესაძლებელი იქნება. ეს არის გარკვეულწილად მე ვფიქრობ, მიშას გადადგომა ძალიან სერიოზული სტიმული უნდა იყოს ეკონომიური გარღვევის დასაწყებად და ეკონომიური გუნდის შესაკრავად, რაც არის დიდი პრობლემა. ეს თუ ვინმე ფიქრობს, რომ გარკვეული პიროვნებების პრობლემაა, ძალიან ცდება. და აქ პიროვნებაზე არ გადის, ეს ყველაფერი ჩვენ ხელისუფლებას გვეხება. მათი შეუთანხმებლობა, მათი გადაუწყვეტელობა, მათი სირბილი სხვადასხვა მიმართულებით და ერთმანეთზე ესე იგი არ ვიცი, ასე თქვა ვიხმო. ისე თუ გაქვთ ინფორმაცია, თქვათ რაიმე რომელიმე დამოუკიდებელი ტელეკომპანიები სპეციალურად მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ მუშაობდნენ სარეკლამო კამპანიების ხდებობაში და რომელ ტელეკომპანიაში იყო აი თქვენს წინააღმდეგ განწყობილი. თქვენ გინდა ფხილების პოლიტიკა დავიწყოთ. საინტერესოა თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია. არა, ჩვენ გარკვეული თქვენს მიმართ ძალიან ბევრჯერ გაისმა ბრალდებები, რომ თქვათ პირველი არხი და რუსთავი ორიც თქვენს სასარგებლოდ ირიბად და პირდაპირ და რეკლამას. ირიბით რა მოგახსენოთ, მაგრამ ხელშეკრულება არსებობს პირველ არხთან და ნახვა შეიძლება და რუსთავთან. უკანონოდ. როგორ უკანონოდ? კანონში ყველაფერი დაფიქსირებული. უბრალოდ ჩვენ გადავწყვიტეთ რამოდენიმე ტელეკომპანიის როცა ესე იგი ეს მარტივად ხდება, მინდა გითხრათ.
დაიდება პრესკურანტი, არ ვიცი სხვა ტელეკომპანიების სხვა პარტიის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის შეფლა პირდაპირ გაგვიცხადა, თქვენ არანაირი შანსი არ აქვს. არჩევნებში და ეხლა ისეთ ტელეკომპანიაში არც რეკლამას განათავსებთ და არც სურვილი არ მაქვს, რომ მასთან ურთიერთობა დავიჭიროთ, თუმცა ჩვენი ერთ-ერთი დეპუტატის ახლობელი. ამიტომ მე ისევ გეუბნები. ჩვენ იცით ის პრინციპები, რასაც მე ვლაპარაკობ, იმიტომ კი ვლაპარაკობ, რომ მინდა მოგაწონოთ თავი. მე მჯერა არც ერთი არადეკლარირებული, არა კანონიერი, მით უმეტეს არჩევნების დროს გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო. არც ბილბორდზე ხელშეკრულება უნდა გააფორმო და დააფიქსირო. არც ტელეკომპანიის განთავსებაზე, არც რადიო რეკლამის განთავსებაზე და ამის გამოქვეყნება იქნება შემდეგ ჩვენი იყო რამოდენიმე ტელეკომპანია საჩვენი გოლდ რეკლამები არ განმათავსებთ და იქ განათავსეს სხვებთან, რომ მიგოჩნდა რომ ჯერ ერთი ჩვენი იმიჯის სხვანაირად უნდა წარმოჩენილიყო და მე ფასები იყო საკმაოდ არა რეალური იმისთვის, რისთვისაც ითხოვდნენ ამ ფასების გადახდა. ერთი არა თქვენ გამოვაყოფოთ ყველა ხელშეკრულებას, მაგრამ მეორეა თქვენ ფიქრობთ, რომ საკმარისი იქნება იმისათვის, რომ დაგვიწევთ ენდონარ ხელშეკრულების სამართლიანობას, ან თქვა კანონიერებას, იმიტომ რომ იმდენად საეჭვოა ხელშეკრულებების კანონიერება დღეს საქართველოში. ეგრე საეჭვო იქნება, ისეთ მაგ მხრივ, მე თუ მაგ მხრივ წავედით და ეჭვების გავაგრძელეთ, ყველაფერი საეჭვოა. ყველაფრის ვერ დაკეთან. პირველ არც მაგ გააფორმა ექსკლუზიურად ძალიან დიდი ბოდიში შეიძლება არ გაინტერესებს, მაგრამ მაინც მინდა იყო კითხვა მინდა გიპასუხო. პირველ არხმა თავისი საერთო დროის ნაწილი გადასცა ერთ-ერთ ფირმას, თუ არ ვცდები და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტელევიზიის გადავიდა ამ ფირმის ხელმძღვანელად და იქ იყო დადგენილი დრო. რომ ამადამ გადაცემაში ამდენი ღირდა დრო, ამადამ ეს დრო ეს ღირდა, მაცნეშია ეს ღირდა და ეს ამის ნახვა შეიძლება ხარ. როგორც მე ავიღე ეს განრიგი, ასე აიღებდა სხვა პარტიაც, ხო? აიღებენ და შეადარებენ უბრალოდ ერთი მეორე. იგივე რადიო კომპანია ფორტუნასთან. ხელშეკრულება არის საკმაოდ სოლიდურ თანხაზეა საუბარი და იგივე პრაის ლისტი უკაცრავად ამ ტერმინს ვიხმარ, ალბათ სხვა პარტიის წარმომადგენელსაც და იმიტომ რომ მათი რეკლამა იქაც გადიოდა. ჩვენ ეს გავწევთ დროში, ჩვენ უკვე სხვა სტრატეგია ავირჩიეთ. ეს უკვე იმის საკითხი არის საკითხი, როგორ საარჩევნო კამპანიის გემოვნებისა სტილის, იმიტომ ჩვენ ავირჩიეთ სტილი არა ლანძღვისა, არამედ გარკვეული დინამიზმისა და იმის სპეციალისტები მუშაობენ თქვენ სარეკლამო კამპანიაზე, იმიჯმეიკერები ან ის გაგიბრძილოთ? არ საინტერესოა. არა, ჩვენი მეგობრები. ჩვენი მეგობრები რაც შეეხება მეგობრებს, თქვენ ახსენეთ, რომ დაფინანსება მეგობრებისგანაც მოგდით გარკვეული. ტერი ვისაფინანსებს არ ხო, არა, ნუ რაზე მინდა ეხა. წინასაარჩევნო პროცესში თქვენს მიმართ იყო ასეთი ბრალდებები მოქალაქეთა კავშირის მიმართ, რომ ბრალდებაა თუ რაც შეიძლება დავარქვათ, რომ ეს ორგანიზაციები, კომპანიები, მეწარმეები, რომელთა თანხაც უნდა შევიდეს ბიუჯეტში, ხმარდება თქვენს წინასაარჩევნო პროპაგანდას, ეს თანხა და არ შედის ბიუჯეტში. აი ამაზე თქვენი კომენტარი. და